გამარჯობა ნინი. მოგესალმებით. მადლობა რომ მოხვედი და დრო დაგვითმე. მადლობა თქვენ. ის ჩვენი თემა არის ესეთი პრესის ადგილი პარლამენტში და ალბათ ლოგიკური არის რომ შენ ხარ დღეს ჩვენთან ჩვენი სტუმარი ბოლოდროინდელი მოვლენებიდან გამომდინარე, რაც ხდება ჩვენს ქვეყანაში, 6 თვით აკრძალვის პარლამენტში შესვლა, როგორც ვიცით. პირველ რიგში რასაც კითხავ, ეგ არის რომ რა დაგისახელეს კონკრეტულ მიზეზად, თუ დაგისახელეს რამე, რატომაც დადგა ეს შედეგი. ხო, მოკლედ თავიდან ესეთი რაღაც მითხრეს, რომ შეგიჩერეთ აკრედიტაცია იმ წესებიდან გამომდინარე, რაც ჩვენ დავადგინეთო, შალვა პაპუაშვილმა დაადგინა ეს წესები რამდენიმე წლის წინ, რომ არ შეიძლება აედევნო დეპუტატს. თუ ის გეუბნება, რომ არ არის მზად ინტერვიუსთვის, ამ დროს უნდა გაჩერდე, უნდა შეაჩერო ინტერვიუ, თუმცა მასალაში, რომელიც გავიდა ფორმულას ეთერში 8 საათიან ეთერში, იქ არც ერთ დეპუტატს არ უთქვამს ჩემთვის, რომ მე ინტერვიუ უნდა გავაჩერო, ამიტომ შესაბამისად ვაგრძელებდი კითხვების დასმას, უბრალოდ მეუბნებოდნენ რომ არ გვაქვს ამ თემაზე პასუხი, არ გპასუხობთ, მაგრამ არავის არ უთქვამს, რომ უნდა გავჩერებულიყავი. ეს დაასახელეს მიზეზად, ოფიციალურ მიზეზად. თუმცა მეორე დღეს ძალიან ისეთი კომიკური რაც იყო, შალვა პაპუაშვილი დადგა ტრიბუნასთან და მედიის წარმომადგენლებმა კითხეს, რომ რა იყო კონკრეტულად მიზეზი ნინის შემთხვევაში, რატომ შეუჩერეთ მას 6 თვით აკრედიტაცია და პარლამენტის თავმჯდომარემ ტრიბუნასთან დგომმა თქვა ესეთი რაღაც, რომ შეუჩერეთ იმიტომ, რომ თავის პირად გვერდებზე სოციალურ ქსელში ატვირთა ვიდეოები. თქვენი TikTok-ი იგულისხმება. TikTok-ის ვიდეო, კი. TikTok-ის ვიდეო, სადაც მოვამზადე ვლოგი, როგორი არის ჟურნალისტის ერთი დღე. მათ შორის იქ საუბარი იყო, როგორ მივდივართ პარლამენტში, როგორ ვამზადებთ სიუჟეტებს, როგორ ვემზადებით ჩართვებისთვის და როგორ ვემზადებით იმისთვის, რომ კითხვები დავუსვათ დეპუტატებს. და იქ რაღაც ერთ მომენტში ჩემს ოპერატორს ვეუბნები, რომ თუ არ გვიპასუხებენ, მაშინ გავეკიდოთ, დავედევნოთ და ისე დაუსვათ ეს კითხვები, იმიტომ რომ ხშირად გვიწევს ჩვენ ამ რეჟიმში მუშაობა, ოცნების დეპუტატები არ გვპასუხობენ და ჩვენ ვუსვამთ მათ კითხვებს და ისინი უბრალოდ გარბიან. და ეს დაასახელა მიზეზად, რომ ეგ ჟურნალისტიო, მათ შორის სოციალურ ქსელშიო თავის პირად გვერდებზე აქვეყნებდა ვიდეოებს და წინასწარ ემზადებოდა ამ სპეცოპერაციისთვის, დადევნების სპეცოპერაციისთვის, თორე მასალა, რომელიც გავიდა ეთერში, არც მათ მიერ დადგენილ წესებს არ არღვევდა იდეაში, ეს არის და ეს. ბევრს გონია ხოლმე, რომ პარლამენტში თქვენი მუშაობა არის უბრალოდ სხდომის გაშუქება. რა არის ხოლმე ყველაზე რთული პარლამენტში მუშაობისას ჟურნალისტისთვის? ეს გახსენდება. ხო, ამ ბოლო დროს ყველაზე რთული არის უკვე პასუხების მოპოვება რესპონდენტებისგან. იმიტომ რომ ქართული ოცნება ცდილობს, რომ არ მისცეს ინტერვიუ იმ ჟურნალისტებს, რომლებიც მის მიმართ არიან კრიტიკულად განწყობილები. ანუ შეიძლება კონკრეტულ დეპუტატთან მქონდეს კონკრეტულ საკითხთან დაკავშირებით კითხვა, რომლის ადრესატიც ის უნდა იყოს. მაგრამ ჩვენ ამ ინტერვიუს ვერ მოვიპოვებთ. ამას ემსახურებოდა ამ წესების შემოღება სწორედ, რომ თუ მათ არ სურთ, თუ მათ არ უნდათ რომელიმე თემაზე საუბარი, ისინი არ საუბრობენ ჩვენთან. ძირითადად ასეთი რაღაც ხდება, რომ პრესამსახური აორგანიზებს, არის ტრიბუნა სხდომათა დარბაზთან, სადაც მოდის კონკრეტული დეპუტატი და მედიის წარმომადგენლები ვდგავართ და ვუსვამთ მათ კითხვებს, მაგრამ ძალიან ბევრი დეპუტატი არის ხო პარლამენტში, კონკრეტულად თუ გვინდა რომელიმე დეპუტატის ჩაწერა, უკვე ეს შეუძლებელიც კი გახდა ქართული ოცნების პირობებში და კონკრეტულად შალვა პაპუაშვილის თავმჯდომარეობის პირობებში, იმიტომ რომ როგორც უკვე გითხარით, მას ეკუთვნის ეს წესები. თუ გახსოვს პარლამენტში მუშაობის პირველი დღე, რა იყო ყველაზე რთული შენთვის? პარლამენტში მუშაობის პირველი დღე. კი, მთავარ არხზე მუშაობდი მაშინ, სტაჟიორი ვიყავი. და ჩვენს ჟურნალისტს გავყევი, რომ გამეგო რა სიტუაცია იყო, რა ხდებოდა, როგორ მუშაობდნენ და ძალიან ნერვიულობდი ოპონირებაზე, იმიტომ რომ როდესაც რესპონდენტთან მიდიხარ, გაქვს ძალიან დიდი პასუხისმგებლობა, ოპონირება გაუწიო მას. მით უმეტეს თუ კრიტიკულ მედიას წარმოადგენდა და მიდიხარ ოცნების ხელისუფლების წარმომადგენელთან ამ შემთხვევაში, უნდა იყო ძალიან მომზადებული. სტაჟიორი რომ ვიყავი, ეს ყველაფერი კარგად კიდევ არ მქონდა გააზრებული. მას შემდგომ უფრო გავიაზრე, რომ როდესაც გახარ ტრიბუნასთან, შენ როგორც ჟურნალისტს გაქვს ძალიან დიდი პასუხისმგებლობა, რომ კითხვას, რომელსაც ეკითხები რესპონდენტს, იმის მიღმა, იმის ბექგრაუნდი და ძალიან ბევრი რაღაც უნდა იცოდე იმის ირგვლივ, იმიტომ რომ ეს არის შენი პასუხისმგებლობა და მაშინ თქვი, რომ არც ისე მარტივი არის კითხვის დასმა საკანონმდებლო ორგანოში, იმიტომ რომ ამისთვის გჭირდება ძალიან ბევრი ცოდნა იმის მიღმა, რასაც ეკითხები შენ რესპონდენტს და შენ სწორად თქვი, რომ მხოლოდ სხდომათა დარბაზში მუშაობა და იმის გაშუქება რა ხდება იქ არ არის პარლამენტში მუშაობა, იმიტომ რომ ის მასალა სტრიმზეც მოდის და შეგიძლია უყურო რა ხდება სხდომათა დარბაზში
იმის მიღმა ხდება კიდევ ძალიან ბევრი საინტერესო რამ, რასაც ჩვენ ვაშუქებთ და გამოგვაქვს, ასე რომ ვთქვათ, საკანონმდებლო ორგანოდან. დამატებით რა შესაძლებლობებს იძლევა, ალბათ ახლა უკეთ ჩანს, როცა იქ აღარ ხარ ეს რამდენიმე დღე ბოლო დროს, დამატებით რა შესაძლებლობებს იძლევა პარლამენტში უშუალოდ ადგილზე ყოფნა და არა, თქვათ, როგორც შენ თქვი, ტრანსლაციით, ან ონლაინ გაშუქებისას. კი, დამატებით, აი მაგალითად ბოლო შემთხვევა იყო, როდესაც ცემა ტყეპა ატყდა პარლამენტში სხდომათა დარბაზში, ოცნების დეპუტატები დაუპირისპირდნენ გახარიას გუნდის წარმომადგენლებს ფიზიკურად და როდესაც ხმაური იწყება, ოცნების პარლამენტის გვერდზე ითიშება საერთოდ ეს სტრიმი. ანუ აღარ მოდის. შეიძლება რაღაცა ხმები წამოვიდეს, მაგრამ რა ხდება იქ ვერავინ ვერ გაიგებს. ამას მაყურებელი იგებს ჩვენი კამერებით, რომელიც სხდომათა დარბაზში არის მეორე სართულზე განთავსებული ეს კამერები და შესაბამისად ჩვენ ყვებით იმას, რაც ამ სტრიმზე უბრალოდ ვერ გამოჩნდება და ჩვენი კამერები აფიქსირებს მხოლოდ. ჩემი შემდეგი კითხვა ზუსტად მაგას ეხებოდა დაახლოებით თუ გახსენდება ისეთი შემთხვევა, რომელიც იქ რომ არ ყოფილიყავი, შეიძლება და არ გაშუქებულიყო. იქ რომ არ ყოფილიყავი შეიძლება. კი, მე მახსენდება და პირადად მქონდა ეს გამოცდილება, ეს იყო შარშან, როდესაც მთავარაღზე მუშაობდი, ან შარშან წინ. ბექა ოდიშარია იყო, მაშინ ქართული ოცნების დეპუტატი და მან აი კრიტიკის საპასუხოდ ძალიან ძიმე შეურაცხყოფელი სიტყვებით მოიხსენია ქალი დეპუტატები. თუ არ ვწდები, ზუსტად არ მახსოვს უბრალოდ ეხლა ვერ გავიხსენებ, ვინ იყვნენ ეს დეპუტატები, ოპოზიციონერ დეპუტატებზე არის საუბარი. ძალიან ძიმე შეურაცხყოფები ისმოდა სხდომათა დარბაზში და მაშინ მე და ჩემი ოპერატორი ვიდექით, აი ეგრეთ წოდებული გალიორკას ვეძახით იმ ადგილს, იქ ვიდექით და გადავიღე ეს, გავაშუქე და ჩემზე წამოვიდა მაშინ ძალიან თავდასხმა, მათ შორის ბექა ოდიშარიას მხრიდან დამემუქრა, რომ შენ საერთოდ აქ არ უნდა იყო და გავაკეთებ ყველაფერს, რომ აქ არ იყო, იმიტომ რომ ეს მასალა გავიდა ეთერში. რამდენიმე კამერა იყო სულ, მე და რომელიღაც არხივი ყავით, რომელმაც დავაფიქსირეთ ეს ამბავი. ეს სტრიმზე არ გამოჩნდებოდა და ამას მაყურებელი ვერ გაიგებდა და ვერ გაიგებდა, როგორ შეუძლია ოცნების წარმომადგენელს დეპუტატს, რომ ასეთი მძიმე შეურაცხყოფა მიაყენოს ქალ დეპუტატებს, რომელზეც მე სხვათა შორის თვითონ ქართული ოცნების წარმომადგენლები, მაშინ უმრავლესობის ლიდერი იყო მამუკა მდინარაძე, თავად იხდიდნენ ბოდიშებს, რომ ასეთი რაღაცა ნამდვილად არ უნდა დამართნოდა დეპუტატს. თუმცა, ხო, აი იმ შემთხვევაში იქ რო არ ყოფილიყავი, ეს მასალა ეთერში ვერ გავიტოთა და ვერავინ ვერ ნახავდა. შემდეგ კითხვის პასუხი ალბათ რეალურად ვიცი, თუმცა მაინც კითხავ. ახლა ხვალ რომ აკრედიტაციას გიბრუნებდნენ, თუ არის რამე, რასაც შეცვლიდი. და სხვანაირად გააკეთებდი, ვთქვათ. ჩემს მუშაობის სტილში? ხო, არაფერს, იმიტომ რომ საერთოდ მგონია, რომ არაფერი არ დამირღვევია, ეხლა რა ვიცი, კომიკურია მართლა TikTok ვიდეოს გამო აკრედიტაციის შეჩერება, არც არასდროს ეთიკის ნორმა არ დამირღვევია მუშაობის დროს. და სხვათა შორის ეს ოცნების დეპუტატებმა ძალიან კარგად იციან, იმიტომ რომ პირად საუბრებში მათ ძალიან ბევრჯერ უთქვამთ, რომ ვთანამშრომლობთ ძალიან ადეკვატურად. იმიტომ რომ მე არასდროს მათ არ ვექცევი ისე, რომ აი შეიძლება ეს გახდეს მიზეზი ჩემი პარლამენტიდან გაძევების. ძალიან ბევრი რაღაცა არ მომწონს მათი პოზიციები. შეიძლება ხომ ნებისმიერი ადამიანის პოლიტიკოსის პოზიცია არ მოგეწონოს, მაგრამ მე ამას არასდროს არ ვიმჩნევ ჩემი ჟურნალისტური საქმიანობის დროს, იმიტომ რომ ჩემი მოვალეობა არის დავსვა კითხვა. რაც არ უნდა მიუღებელი იყოს რომელიმე დეპუტატისთვის, იქნება ეს ქართული ოცნებიდან თუ ოპოზიციიდან, ხო? ჟურნალისტის მოვალეობა არის დასვას ობიექტური კითხვა. იმის გამო რომ შენ კითხვას სვამ, აკრედიტაციას არავინ არ უნდა გიჩერებდეს და ეს შემოიღო ზუსტად აი აქცენტი მაქვს შალვა პაპუაშვილზე, იმიტომ რომ პარლამენტარიზმის ისტორიაში არ ყოფილა შემთხვევა, რომ კითხვის დასმის გამო ადამიანს უწევდეს შენობის დატოვება. ერთი თვე იყო წინა შემთხვევაში, ახლა უკვე 6 თვე. მესამე შემთხვევაში 1 წლით და მე რა იქნება არ ვიცი. ვიცი რომ არის კითხვები, რომელზე პასუხებსაც ფიზიკურად ვერ იღებთ ხოლმე პოლიტიკოსებისგან პარლამენტში. არის ეგეთი კითხვა პასუხები, იმისგან პასუხებს, რომელსაც ვერ იღებთ. თუმცა თუ არის ისეთი კითხვა, რომელიც ჯერ კიდევ არ დაგისვამს პარლამენტში და რომლის დასმაც სულ გინდოდა. თუ ყოფილა ეგეთი. კითხვა, რომელიც არ დამისვამს. არა, იცით რა არის, შეიძლება ვისაც მიემართება კონკრეტულად იმ დეპუტატს ვერ დავუსვი კონკრეტულ დღეს, მაგრამ სხვებს აი ტრიბუნასთან მდგომს ვეკითხები ხოლმე. ანუ ესე არ არის, რომ კითხვა ვერ დაუსვა საერთოდ დეპუტატს. არა, რესპონდენტები დგებიან ტრიბუნასთან და შეგიძლია რომ კითხვა დაუსვა, მაგრამ კონკრეტული ადრესატი თუ ყავს ვინმე, შეიძლება ის საერთოდ არ გამოჩნდეს შენთან, ან საერთოდ არ გაგიჩერდეს, უბრალოდ გითხრას, რომ უნდა შეწყვიტო ეს ინტერვიუ და უნდა შეწყვიტო ინტერვიუ. შეიძლება მისგან
ვისგან ვერ მიიღო პასუხი, ვინც შენ იმ შემთხვევაში გაინტერესებს, რომ იყოს შენი რესპონდენტი, თორემ ქართული ოცნების სხვა წევრებთან ამის საშუალება გექნება, იმიტომ რომ დღის განმავლობაში, როგორც უკვე გითხარით, პრესამსახური გეგმავს და საათების მიხედვით სხდომათა დარბაზთან გამოდიან დეპუტატები და ჩვენს მიერ დასმულ კითხვებს მოსწონთ თუ არ მოსწონთ, მაინც პასუხობენ. პარლამენტის თავმჯდომარე რომ ერთი დღით ჟურნალისტი გამხდარიყო. თქვენი აზრით, შენი აზრით, რას ისწავლიდა ჟურნალისტებისგან ყველაზე სწრაფად და საერთოდ ვერ ისწავლიდა? პარლამენტის თავმჯდომარე რომ ერთი დღით ჟურნალისტი რომ იყოს. არ ვიცი. ესე მგონია მოქმედ პარლამენტის თავმჯდომარეს თუ ვიგულისხმებთ. მას საკმაოდ არ მოსწონს საერთოდ მედია საკანონმდებლო ორგანოში. არ ვიცი რას ისწავლიდა ნამდვილად, მაგრამ შეიძლება ის მაინც გაეაზრებინა, რომ ძალიან მნიშვნელოვანი არის მათ შორის კრიტიკული მედიის მუშაობა საკანონმდებლო ორგანოში და შეიძლება ეს რაღაცა მის მიერ გამოგონილი წესები უკან წაეღო. არ ვიცი ამას ისწავლიდა თუ არა, მაგრამ მე საერთოდ მისგან მომისმენია ესეთი რაღაცც, რომ რა საჭირო არის ხდომათა დარბაზში ჩვენი კამერებიც. ჩვენ გადავიღებთ ამას და ჩვენ გავავრცელებთ შემდგომ. ამის მიზანი არის მარტივი, რომ რაც მოხდება ხდომათა დარბაზში, იმის მიღმა რაც მოდის სტრიმზე, ის ვერ გადავიღოთ. აი, არ ვიცი, შალვა პაპუაშვილი რას ისწავლიდა, არ ვიცი. ნამდვილად ვერ ვიპასუხებ მაგ კითხვაზე. და პირიქით რომ იყოს, რა შეცვლიდით ჟურნალისტებთან მიმართებაში პარლამენტში, აი რა წესს დაამატებდი, ან რა როლს თუნდაც. ხო, ამ რაღაცა წესებს საერთოდ გავაუქმებდი, მოხსნილი ბარიერებს, კითხვის დასმის და პასუხის გაცემის. აი, იცით როგორ არის, ახლა უკვე ბოლო წლებში, წინა წლებში უფრო რაღაცა მარტივი იყო, რაღაც თვალსაზრისით მუშაობა საკანონმდებლო ორგანოში, მაგრამ ახლა უფრო გართულდა, იმიტომ რომ აი, ბევრ თემაზე არიან გაღიზიანებულები, ბევრი თემა აწუხებს საზოგადოებას, შესაბამისად ეს თემების შემდგომ ჩვენ მიგვაქვს იმ დეპუტატებთან, რომთანაც გვაინტერესებს პასუხის მიღება. ამაზე ღიზიანდებიან, აღვიქვამენ მტრებად, არ მოსწონთ ჩვენი არაფერი, არც ერთი კითხვა, აი ყოველთვის გაღიზიანებულები არიან. შესაბამისად, აი ამ მიდგომებს შევცვლიდი, რომ დეპუტატმა უნდა იცოდეს, რომ ჟურნალისტი არ არის მისი მტერი. ჟურნალისტი, მათ შორის კრიტიკული მედიის წარმომადგენელი, აუცილებელი არის, იმიტომ რომ ის აკონტროლებს მუშაობას, მათ შორის საპარლამენტო მუშაობას, იმიტომ რომ რაც კი კორუფცია მომხდარა, რაც კი დაუკავებიათ ქართული ოცნების წარმომადგენლები, ყველაფერი გაგუშუქებია ჩვენ, ხო, ჟურნალისტური გამოძიებებით და შემდგომ უკვე უწევთ იმის აღიარება, რომ ხო, ეს ადამიანები ნამდვილად იყვნენ კორუფციაში ჩაფლულები. ანუ ამის თქმა მინდა, რომ მტრებად არ უნდა აღვიქვან ჩვენ ქართული ოცნების წარმომადგენლებმა, იმიტომ რომ ჩვენ ვაკეთებთ ჩვენს საქმეს. მათ უნდა უპასუხონ კითხვებს უბრალოდ, რასაც ვცვამთ გაღიზიანების გარეშე და მტრის ხატის შექმნის გარეშე. იმიტომ რომ საბოლოოდ, რასაც ვაკეთებთ, აღმოჩნდება ხოლმე, რომ ისე ყოფილა. ხშირ შემთხვევაში ესეა, დამეთანხმებით. ნამდვილად. მთავარი რამ რომ წამოვჭრათ, აი მთავარი იხარი რომ გავავლოთ, რა სხვაობს, რა არის მთავარი პარლამენტის ჟურნალისტსა და სხვა სფეროს ჟურნალისტებს შორის შენი აზრით? ხო, თავიდან რომ დავიწყე ჩემ პროფესიული საქმიანობა, თითქოს თავიდანვე ვიცოდი რა მინდოდა. მინდოდა პოლიტიკის გაშუქება და მათ შორის რაღაცნაირად ეს ყოველთვის აკვიატებული მქონდა, რომ მინდოდა პარლამენტში მუშაობა, იმიტომ რომ მაინტერესებდა პოლიტიკა. ქვეყნის შიგნით განსაკუთრებით. რა განსხვავება არის? განსხვავება არის ის, რომ ალბათ ყოველდღიურად რა ხდება პოლიტიკაში, მათ შორის არა მარტო ქვეყნის შიგნით, ქვეყნის გარეთ. ამაზეც გაქვს ყოველდღიური ინფორმაცია. პოლიტიკის ჟურნალისტი კიდევ უფრო სხვა პასუხისმგებლობა არის, იმიტომ რომ შენ ადამიანებს უყვები ძალიან საპასუხისმგებლო საკითხებთან დაკავშირებით. მე არ ვამბობ, რომ კრიმინალი ან სხვა რაიმე საკითხი არ არის საპასუხისმგებლო, მაგრამ პოლიტიკას კიდევ სხვა სპეციფიკა აქვს. სხვანაირი აკადემიურობა გჭირდება, როდესაც აშუქებ, ხო, პოლიტიკის საკითხებს და არ არის ეს მარტივი ამბავი, გჭირდება მათ შორის ბექგრაუნდი, გჭირდება ცოდნა. ძალიან ბევრი რამის, როდესაც ასეთი მნიშვნელობის თემებს აშუქებ. თუმცა ეს არ ნიშნავს კიდევ ერთხელ ვამბობ, რომ სხვა სფეროში მუშაობა არის უფრო მარტივი. პირიქით, მე საერთოდ ვამბობ, რომ აი კრიმინალს ვერასდროს ვერ გავაშუქებ, იმიტომ რომ არ არის ჩემი, არ ვიცი, არაკომპეტენტური ვარ ამ სფეროში. ყოველთვის იყო ესე რაღაცა ჩემი მისწრაფება პოლიტიკის ჟურნალისტიკა და ხო, არ არის მარტივი ნამდვილად, სხვა პასუხისმგებლობა გაქვს შენ ამ დროს.
რესპონდენტებთან მუშაობის დროსაც კი სხვა პასუხისმგებლობა გაქვს. შენ გაქვს შეხება პოლიტიკოსებთან, იმ ადამიანებთან, რომლებიც გადაწყვეტილებებს იღებენ ქვეყანაში და ძალიან მნიშვნელოვანი არის შენი კომუნიკაცია მათთან, მნიშვნელოვანი არის საზოგადოების სათქმელის მიტანა მათთან სწორად. იმ ადამიანებთან, რომლებიც შემდგომს ხედან, წერენ კანონებს და ამ კანონებს ამტკიცებენ. კანონებს, რომელიც შემდგომ უკვე წყვეტს ჩვენი მოქალაქეების ბედს. ამიტომ ორმაგად საპასუხისმგებლო არის ამ თვალსაზრისით, ესე მგონია. საზოგადოების მხრიდან შენი აზრით რა არის ის, რაც ვრცელდება გავრცელებულია ჟურნალისტებზე, თუნდაც ზოგადად ჟურნალისტებზე, ან პარლამენტში მომუშავე ჟურნალისტებზე და რას შეცვლიდი საზოგადოების შეხედულებების? ხო, ხშირად ძალიან უსამართლო დამოკიდებულება არის ხოლმე საზოგადოების მხრიდან ჟურნალისტების მისამართით. აი რაღაცა იქაც Facebook-ზე რაღაცა ჩართვებზე შეგვხვდება ხოლმე ისეთი, ნუ ეხლა ტროლ ბოტებს არ გულისხმობ, ეგენის ილანძღებიან, მაგრამ ამ შემთხვევაში ხო, შეიძლება ჩვეულებრივი ადამიანი ესე გამოვიდეს და რაღაცა უბრალოდ ტექნიკური ხარვეზი იყოს შენს ჩართვაში, ხო, რაღაცა სიტყვა შეიძლება შეგეშალოს დაუშვათ. აი ამაზეც კი მიწაში ჩაგდებენ, უბედურება ხდება. ანუ საზოგადოებასთან წარმოუდგენია, რომ მარტივი საქმე არის ჟურნალისტიკა. მე ძალიან ბევრისგან მომისმენია, რომ აი რა გაქვთ საქმე, დადგებით ეთერში, მოყვებით ჩართვას, თუმცა იმის მიღმა რა ხდება, ეს ალბათ არავინ არ იცის, ეხლა დღესაც სამსახურიდან მოვდივარ. 10-ის ნახევარზე უკვე სამსახურში ვიყავი და 8 საათამდე უბრალოდ აი ვერაფრის გაკეთება ვერ შევძელი, გარდა იმისა, რომ ჩართვებისთვის ვემზადებოდი და სიუჟეტისთვის ვემზადებოდი, რომელიც 8 საათზე უნდა გასულიყო. აი რაღაცნაირად არ ფასდება ეს პროფესია საზოგადოების მხრიდან, ასე მგონია. ვერ იაზრებს ჯერ კიდევ საზოგადოება, რამხელა როლი აქვს ხო ჟურნალისტიკას და ჟურნალისტებს ზოგადად. მეოთხე ხელისუფლებად ყოლად არ შეგვერქვა ჩვენ ნამდვილად, ანუ ჩვენ ვართ ის ადამიანები, რომ მათ ვაწვდით საჭირო ინფორმაციას, იმ ინფორმაციას, რომელიც მათ უნდა მიიღონ, ხო, რეალურად. თუმცა, ხო, არის ეს რაღაცა უსამართლო დამოკიდებულება და იმის წარმოჩენა, რომ თითქოს არც თუ ისე მნიშვნელოვან საქმეს ვაკეთებთ, მაგრამ მე ვფიქრობ, რომ ძალიან მნიშვნელოვან საქმეს ვაკეთებთ. ნამდვილად. ამ ეპიზოდის შემდეგ მაყურებელმა თუ ერთი რამ უნდა დაიმახსოვროს, მხოლოდ პრესის როლზე პარლამენტში რა იქნებოდა ეგ? შენი აზრით. პრესის როლი პარლამენტში პრესა პარლამენტში უნდა იყოს ძალიან ყურადღებიანი და ძალიან სიღრმისეული. პარლამენტში მუშაობა იმიტომაც არის რთული, რომ შეიძლება ნებისმიერ დროს ისეთი კანონი შემოიტანონ, რომლის შესახებ საზოგადოებამ აუცილებლად უნდა იცოდეს. ანუ ყოფილა შემთხვევები, რომ ესეც ძალიან უცებ შემოუტანიათ კანონი და აი თუ არ მიაქცევ ყურადღებას და არ გაითვალისწინებ, რომ უნდა უყურო იქ ბიუროს ხდომას, რომელიც ტარდება ხოლმე ორშაბათობით, შემდგომ სესიის წინ სამშაბათობით. შეიძლება გაგეპაროს რაღაცა ისეთი მნიშვნელოვანი, რაც საზოგადოებამ უნდა იცოდეს. ანუ პარლამენტში მუშაობის დროს გჭირდება პროფესიონალიზმი, დაკვირვება და სიღრმე. და უნდა გაიაზრო, რასთან გაქვს საქმე. ეს არის საკანონმდებლო ორგანო, სადაც მტკიცდება კანონები, რომელთან დაკავშირებითაც შენ უნდა იცოდე პირველ რიგში ძალიან ბევრი რამ, რომ შემდგომ საზოგადოებას მიეწოდო ინფორმაცია. ანუ ეს არ არის მარტივი სამუშაო, ამიტომ ხო, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, რომ ბევრი უნდა იმუშაო, მათ შორის შენ თავზე, როდესაც საპარლამენტო ჟურნალისტი გქვია. მათ შორის უნდა იცოდე ძალიან კარგად პარლამენტის რეგლამენტი, კანონმდებლობა და ის ცვლილებები, რომელიც შეაქვთ ხოლმე ხშირად კანონმდებლობაში. თუ დღეს ახალგაზრდა ჟურნალისტი გიყურებს და ფიქრობს, რომ უნდა ჟურნალისტობა, ან თუნდაც უშუალოდ პოლიტიკური ჟურნალისტობა უნდა. რა იქნებოდა ის მთავარი რჩევა, რასაც ურჩევდი მას? ხო, რა იქნება მთავარი რჩევა? არასდროს არ უნდა დანებდეს თუ აირჩევს ამ პროფესიას და რას გულისხმობ დანებებაში. როდესაც შენ გადაწყვეტ, რომ უნდა იყო ჟურნალისტი, უნდა იცოდე, რომ ძალიან ბევრ სირთულეს გადააწყდები ამ გზაზე. სირთულეს იმ კუთხით, რომ იქნება მათ შორის ბევრი უსამართლობაც. განსაკუთრებით თავიდან, როდესაც მე მაგალითად დავიწყე სტაჟიორობით, ძალიან ძიმე იყო ჩემთვის, თუნდაც გრაფიკი. ძიმე იყო ის, რომ შენ გიწევს იმ საფეხურების გავლა, ვიდრე მიაღწევ, ხო, ჩართვაზე დადგომამდე, ძალიან ბევრი შრომა, ბევრი მუშაობა შენს თავზე. ყოველდღიურ რეჟიმში,
ყოველწუთიერ რეჟიმში მე ვიტყოდი, იმიტომ რომ მე პირადად ასე ვიყავი. ვკითხულობდი ნიუსებს, სტატიებს, მე თვითონ წერდი ჩემთვის რაღაცებს, მიუხედავად იმისა, რომ საწყის ეტაპზე სიუჟეტები არ მქონდა მოსამზადებელი და დავდიოდი მხოლოდ სინქრონების ჩასაწერად. აი ჩემთვისაც წერდი, საკუთარ თავზე უნდა იმუშაო ძალიან ბევრი. როდესაც მიდიხარ რომელიმე ტელევიზიაში, შეიძლება შენ კონკრეტულად პროდიუსერი არ მოვიდეს შენთან და არ გითხრას, რომ აი ხა შედი და ეს წაიკითხე, ხო, კონკრეტულად, მაგრამ შენ უნდა იცოდე, რომ უნდა წაიკითხო საერთოდ ყველაფერი. თუ გაინტერესებს პოლიტიკა, რა თქმა უნდა იკითხო პოლიტიკური ნიუსები, თუმცა ეს არ გამორიცხავს იმას, რომ შენ არ წაიკითხო სხვა რა ხდება ქვეყანაში. ანუ ყველაფერი უნდა იცოდე კრიმინალიც, უნდა იცოდე აი არ ვიცი, ნებისმიერი სფერო და ნებისმიერი კუთხით უნდა იყო ამ თვალსაზრისით, ასე რომ ვთქვათ, გათვითცნობიერებული, იმიტომ რომ არ იცი შენ რა გადაღებაზე მოგიწევს, ასე იქნებ მოგიწიოს აქციაზე, იქნებ მოგიწიოს ხელოვანებთან მუშაობა, რა ვიცი, სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლებთან მუშაობა, ძალიან ბევრი თემა არის, ხომ? ქალაქის პრობლემების გაშუქება ან ასე შემდეგ. ან ყველაფერთან დაკავშირებით უნდა გქონდეს იმ დონის ინფორმაცია, რომ შემდგომ უკვე შეძლო თუნდაც ან ერთი ნიუსის დაწერა და მერე უკვე სიუჟეტის გაკეთება. ანუ მთავარი არის, რომ რაც არ უნდა უსამართლობა შეგვდეს ამ პროფესიაში და ასეთი ბევრი იქნება, იმიტომ რომ ხშირ შემთხვევაში არის დაუფასებლობა მით უმეტეს საწყის ეტაპზე. თუ შენ გადაწყვეტ, რომ უნდა იყო ჟურნალისტი, მაშინ ეს უნდა გაითავისო, რომ არაფრის ფასად არ უნდა დანებდე და აი წარმატება მოდის აუცილებლად, ანუ საკუთარ თავზე მუშაობა. უნდა დაიჯერო, რომ შენ ეს შეგიძლია და ეს აუცილებლად გამოგივა, მაგრამ მხოლოდ დაჯერება არაფერი არ არის. აქ მთავარი არის შრომა. შრომა, რომელიც შენ თვითონ უნდა ჩადო შენს თავში. მადლობა ნინი, ძალიან დიდი წარმატებებს გისურვებ. ცხოვრებაშიც, კარიერაშიც და ისეთ ქვეყანას და პარლამენტს გისურვებ, სადაც ეს ყველაფერი სასაცილოდაც კი აღარ მოგეჩვენებ. წარმატებები თქვენ, ძალიან დიდი მადლობა. მადლობა.